გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერ სტუდიაში ვიმუშავებთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე და დღეს ჩვენ სტუმარი გვყავს წარმოსახვითი ნინა, მაგრამ ამასთან ვერ იმეცადინებ მხატვრობაში და დღეს დაგანებებ თავს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთი ძალიან კარგი მხატვრის შესახებ, რომელსაც მეორე ძალიან კარგი მხატვარი ამბობდა, რომ მას ტყუილად არ უწოდებენ ჯადოსანს და ეს არ არის მარტივი ხელობა, მას შეუძლია ესეთი რაღაცის გამოხატვა, რის გამოსახატადაც არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვები და ასე წერდა ძმა თეოს ვინსენტ ვან გოგი რემბრანდტ ვან რეინის შესახებ. ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან წარმატებული და ამავდროულად ძალიან წარუმატებელი. ერთსა და იგივე სიცოცხლეში ხო იცით ესეთი რაღაცების მოსწრება არ თუ ისე რთულია. მით უმეტეს გენიალური ადამიანებისათვის გენიოსი კი ის არის, ვინც ყველაზე ადრე იწყებს წუხილს. თუმცა, ნუ გავეცრებთ მოვლენებს და დავიწყოთ იქიდან. ფაქტურად პირიქით დავიწყოთ, რა შეიძლება იყოს მხატვრისთვის ყველაზე უარესი იმაზე, ვიდრე ეს არის დამცირება და დაცინვა, ალბათ ამაზე უარესი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ტილოს, საკუთარი ხელით განადგურება. და რამ უბიძგა მას ესეთი არტ სუიციდისაკენ. როდესაც რემბრანდტი იყო პუბლიკის ნებიერი და ამსტერდამის თავმომწონე და მდიდარი ქალაქი მისით ამაყობდა. მაგრამ მისი დრო წავიდა, ახლა ის თავშესაქცევი პარკის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა და ყოველ ცისმარე დღეს მისი კარის ზღურბლთან მთვრალი კაცების შეხლა-შემოხლა არ წყდებოდა. ეტომ დაასახიჭრა მან საკუთარი ნამუშევარი, რომელსაც საპატიო ადგილი უნდა დაეჭირა ქალაქის რატუშის კედელზე და რატომ გადაწყვიტა, მაგრამ გადაწყდა, რომ იმ ადგილას რაიმე უფრო შესაფერისი განითავსებინათ და რემბრანდტი ამისატან არ შეეძლო. მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა აშკარად ვინ იყო და რა იყო და რა შექმნა და არა და ის მიაკუთვნეს ყველაზე დაბალი რანგის მხატვრების კატეგორიას ამ გადაწყვეტილებით. და თითქოს და ის როგორც მისი ერთ-ერთი ბიოგრაფია ამბობს, თითქოს და ფიქრობდა, რომ რა იქნებოდა, რო ცოტა რო ჩამოეჭრა ტილოსთვის რაღაც გარკვეული ნაწილები იქნება და ესე მაინც შეეძინა ვინმეს იქ, სადაც ადამიანები ცენტრალურ ნაწილზე ადამიანები არიან გამოსახული, ეს ტილო შეიძინეს მოგვიანებით თვითონ ძალიან დიდი ხნის შემდეგ და ერთ-ერთ ძალიან კარგ მუზეუმშია გამოფენილი. კაცმარცის ეს ტილო თავიდან როგორ გამოიყურებოდა, არსებობს მხოლოდ გარკვეული მონახაზი არსებობს ამ ტილოსი, თუმცა ის რაც შემორჩენილია რეპროდუქციაც კი განსაცვიფრებელია. კედელზე დაკიდებული რომელიმე მუზეუმში გამოფენილი რემბრანდტი საერთოდ განსაცვიფრებელია. მე მქონდა ესე რომბობენ ხოთით ბედნიერება მქონდა, არც ეს ბედნიერება იყო თუ რა იყო, მაგრამ განცდა მქონდა, რომ როცა ლუვრში ვნახე მის ეს ცნობილი ქართულად კი მაპატიეთ არ ვიცი რა ქვია, მისი ერთ-ერთი ტილო, სადაც ეს საკლავი ალბათ ესე გამოდის ქართულად და თითქოს რომ გამოიხედა იმ ქალმა სარკმლიდან, რომელიც რეპროდუქციაზე შემჩნეული ყავს, მაგრამ მგონია რომ რა არის ბოლოს და ბოლოს ეს რემბრანდტი ესეთი ყბადაღებული. იქ მივხვდი რომ თურმე რეალობა კიდევ გაცილებით ფრიშტამბეშტავია, ვიდრე როცა სხვები აღწერენ ამას და ყვებიან და შენ მქონია რომ ღმერთო რაღაცას აჭარბებენ. ესეთი ლირიული გადახვევიდან ლუვრში ყოფნიდან დავბრუნდეთ ისე ჩვენთან სტუდიაში და მე ვბრუნდეთ და რემბრანდტს, რომელმაც ასე აიყო ხელში თანა და დაჭრა საკუთარი ტილო. ეს იყო ალბათ ყველაზე საშინელი სასჯელი და ეს სასჯელი რით დაიმსახურა მან მიზეზი ძალიან მარტივია, უბრალოდ ის მოდას არ მისდევდა, ნაკლებად დაინტერესებდა სილამაზე და ფაქიზად ხატვა, უფრო მეტიც ამ ყველაფერს მოსაწყენა თვლიდა და მას უნდოდა უბრალოდ დაეხატა ცხოვრება ისეთი როგორიც იყო, ეჩვენებინა ჩვეულებრივი ადამიანები და ამან მას მოუტანა დიდება და პრობლემები. მე-17 საუკუნის 21 წლების ამსტერდამს რომ გადავხედოთ, ეს არის ქალაქი, სადაც უკვე ცხოვრობს
ჩვენი რემბრანდტი და მას წარმატების აკმე უდგას. მისი ყველა წამოწყება წარმატების მომტანია. ის წარჩინებულების სურვილებს იმაზე ადრე ხვდება, ვიდრე თავად ეს ბატონები გააცნობიერებენ თუ რა სურთ მათ. ეს ნებისმიერ სამუშაოს კიდებს ხელს და ნებისმიერი რამ კარგად გამოსდის და ხელეწიფება. და რემბრანდტი და ეს ქალაქი როგორც ამბობენ თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი იქამდე არავის ენახა მისი დარი მხატვარი და ასევე არ ყოფილა არსად ამსტერდამის მსგავსი ქალაქი მანამდე. როდესაც ეს იყო პატარა პორტი მეთევზეთა ქალაქი, მაგრამ იმ დროს როცა რემბრანდტი აქ ჩავიდა, ეს იყო უკვე ეკონომიკის ცენტრი იყო და ამსტერდამის ფარდულებში ნებისმიერი რამის შეძენა შეგეძლოთ, რაც კი მოგეგუნებებოდათ. თვითონ ქონებაც ძალიან სწრაფად გროვდებოდა ამ ქალაქის მკვიდრთა ხელში და ადამიანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდათ, უკვე ხელთ ისინი არ ერიდებოდნენ ამის დემონსტრირებას, ისინი უზარმაზარ სახლებს აშენებდნენ და მაშინვე ლამაზი ნივთებითაც ავსებდნენ და პირველ რიგში საკუთარი პორტრეტებით და რემბრანდტი უკვე აღნიშნეთ, რომ ის ძალიან კარგად ხვდებოდა თავისი შეძლებული კლიენტების სურვილებს, თუმცა გარდა ამისა, ის ძალიან მკაფიოდ ჰქონდა წარმოდგენილი ის თუ როგორ უნდა გამოესახა ისინი და როგორ სურდათ მათ, რომ გამოსახულები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს არ იყო გამოწეული იმით, რომ ის მათ სურვილებს იყო აყოლილი. უბრალოდ იმ პერიოდში მას სწორედ ისე სურდა, რომ ეხატა როგორც მის წარჩინებულ დამკვეთებს უნდათ და მასთან მოხვედრა არც ისე მარტივი იყო, იმიტომ რომ რიგში იდგნენ ადამიანები იმისთვის, რომ მათი პორტრეტები დაეხატა და აი როგორ განვითარდება მერე მოვლენები, ამაზე უკვე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ვისაუბრეთ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რემბრანდტ ვან რეინის შესახებ, რომელთანაც ჩვენ შეჩერდით იქ, რომ ამსტერდამის შეძლებული ადამიანები რიგში დგანან იმისათვის, რომ მან მათი პორტრეტი დახატოს და თან ეს მარტივი საქმე არ არის, მხოლოდ ფულის გადახდა ამ ყველაფერში არ კმარა. მიდგომაც უნდა იცოდა რემბრანდტთან და თვითონ რაც შეეხება იმას, როგორი ოჯახიდან იყო ის, სხვადასხვა იყო იცით ინფორმაციები, რაოდენ ძალიან რთულია ხოლმე განასხვავო სად არის ტყუილი და სად მართალი. ერთი მხრივ ერთ განწერია, რომ იყო შეძლებული მეწისქვილის ვაჟი, მეორე განწერია, რომ ის იყო უბრალო მეწისქვილის ვაჟი და ალბათ თვითონ ქონებასთან დამოკიდებულებაც ისეთი საკმაოდ ფარდობითია და კაცმარცის რომელი შეესაბამება სიმართლეს. რეალობა არის ის, რომ მას ის იყო 9 ვაჟი, 9 შვილიდან, ოჯახის 9 შვილიდან მეშვიდე. ის დადიოდა ლათინურ სკოლაში, ასევე დადიოდა ადგილობრივ უნივერსიტეტში, თუმცა 14 წლის ასაკში მიატოვა ეს ყველაფერი, სულ 1 წელი ისწავლა მან უნივერსიტეტში. მიატოვა მერე სწავლა და გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მხატვარი. ის იყო შეგირდობას უწევდა მხატვარს და მისი მოვალეობა იყო, რომ შეეზავებინა თაღებავები და ასევე დაემზადებინა განსაკუთრებული პიგმენტები, რომელსაც მერე შეაზავებდა სელის ზეთთან და მთელი თავის ცხოვრების მანძილზე მას ძალიან უყვარდა ზეთით ხატვა და იმ დროს სხვა არავინ იყო ისეთი, ვინც მასავით კარგად ერკვეოდა ზეთის ტექნიკაში. ძალიან მალე მისი ტალანტი კონსტანტინ ჰეიგენმა შენიშნა. კონსტანტინ ჰეიგენი იყო კაცი ფრიად გავლენიანი ალმასების მოპოვების მეფე ფაქტიურად და მან განშჭრიტა რემბრანდტში წვინვალე ფერმწერი და ხედავდა რა თავისი პროტეჟეს ტალანტს. ჰეიგენი თვლიდა, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა და ბევრად უფრო დაუსტატდებოდა ის თუ კი იტალიაში მოგზაურებდა. თუმცა რემბრანდტს ამ ყველაფერზე დროის დახარჯვა ფუჭი საქმედ მიაჩნდა. რენერის სურვილები არ ჰქონდა ქანდაკებების ესკიზები ეკეთებინა, მას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები ელოდა, მას ამსტერდამი ელოდა.
მოვიდა დრო, როცა ის უკვე ასრულებს პორტრეტებზე, დაკვეთებს იღებს, ასევე ამავდროულად ის არის პარტნიორი კომპანიისა Rembrandt Eilenburg Incorporated, რომელშიც ბავშვებს ფერწერას ესწავლიან, ასევე აკეთებენ ასლებს, ტილოების და ყიდიან ორიგინალებსაც. და თავისი პარტნიორის ნათესავი ძალიან ლამაზი ქალი, მან 21 წლის სასკია აერჩინა დღესაც 27 წლის რემბრანდტმა მასზე იქორწინა. ამ ქორწინების წინააღმდეგ იყო ყველა როგორც სასკიას ოჯახი, იმიტომ რომ ის იყო ლაუვარდენის ბურგომისტრის ქალიშვილი, ძალიან შეძლებული ოჯახიდან და ის კი იყო ლეიდენელი მეწისქვილის ვაჟი. და თვითონ რემბრანდტის ნათესავებიც თვლიდნენ, რომ ეს რემბრანდტმა ანგარებით იქორწინა ქალზე, რომელსაც ყოველთვის ყვავილებით ხატავდა და რომელსაც ყვავილების ბავშვსაც უწოდებდა. ისინი ამბობდნენ, რომ რემბრანდტი ამ ქორწინების შემდეგ ცხვირა წეული გახდა და რომ ახალგაზრდები ცხოვრობდნენ, რომ ხვალიდელ დღეზე არ ფიქრობდნენ. რემბრანდტმა შეიძინა 4 სართულიანი სახლი ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქუჩაზე, თუმცა მას შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლება მიეცა. ის იყო ჰოლანდიაში ყველაზე ცნობილი მხატვარი. მისი სურათები მსოფლიოს ყველაზე შეძლებული და გავლენიანი ადამიანების სახლებს ამშვენებს და ამავდროულად ის ერთგვარი შოპოჰოლიკი ხდება თითქოს, თუმცა ის არ ყიდულობს ჭინჭებს და რაიმე მსგავს, უბრალოდ ის ყიდულობს 1000 გვარ დეკორატიულ ნივთს, ასევე იძენს უამრავ ტილოს და ასევე ხელოვნების სხვა ნიმუშებს, მაგრამ ფაქტურად არც ამბობენ, რომ შოპოჰოლიკი ვიცი ქცეოდა და არა უბრალოდ ჩვეულებრივი მყიდველივით. ერთ დღესაც ისე გამოვიდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია გამოიცნოს ის რა სურთა ამსტერდამელ შეძლებულ ადამიანებს, რომელთა სურვილები ფრიად ესეთი წინააღმდეგობრივია, სხვა ჯერს ერთი მხრივ მათ სურთ, რომ პორტრეტებზე გამოსახული იყოს მათი შეძლება და ქონება და მეორე მხრივ მათ სურთ, რომ ეს პორტრეტები ამბობდნენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, რომ ქონება წარმავალია და ყოველ კვირას სხვა მათ ამბიონიდან უკადაგებდნენ, რომ ამ ქვეყნიური ყველანაირი ქონება წარმავალია და არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომაც მათ სურდათ, რომ ამ პორტრეტებს ისინი განედიდებინათ და ამავდროულად ზედმეტი პომპეზურობის გარეშე თან. და ამ ხაზს რემბრანდტი განუხრელად მისდევდა გარკვეულ დრომდე. და მის მხარეს იყო ამ დრომდე წარჩინებული საზოგადოებაც ამსტერდამისა და არა მხოლოდ ვაჭრობის მეფეები, არამედ ნამდვილი არისტოკრატებიც კი მას უკეთებდნენ პორტრეტებს, მათ შორის იყო ტრიპის ოჯახი. ჰოლანდიაში არ იყო ტრიპის ოჯახზე მდიდარი ოჯახი არ არსებობდა. თუმცა გარდა ძალიან საინტერესოა ის, რომ ელიას ტრიპი საკუთარ თავს პირველ რიგში მოიაზრებდა როგორც პროტესტანტული საზოგადოების ბურჯს და ეკლესიის მცველს და ამავდროულად დაუღალავად ვაჭრობდა იარაღით. და სწორედ რემბრანდტს დაუკვეთა მან თავისი საოცრად ზღაპრულად მდიდარი ქალიშვილის პორტრეტი. და რემბრანდტმა მოახერხა ის, რომ ეჩვენებინა ელიას ტრიპის აურაცხელი ქონება ისე, რომ ამავდროულად სწორედ ის მეორე ნაწილიც შეესრულებინა, რომ ყველანი ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ და არ იყვნენ განსვიფრებული საკუთარი ქონებით და შესაძლებლობით. რემბრანდტი მიუხედავად იმისა, რომ მის პორტრეტებს ათვალიერებს არის რაღაც ძალიან მოკრძალებული კაცი თითქოს და ამავდროულად მას ჰქონდა ეს საოცარი ნიჭი, საოცარი ალღუნარი იმისა, რომ ეს ბიჭი პროვინციული არყოფნიდან იქცა ისეთ ყველაზე თამამ ხატრად ისტორიაში და რომელიც ყოველთვის დადიოდა უბსკრულის პირას და ამავდროულად იყო ბედისნებიერიც. ამ ბედისნებიერმა ერთ დღეს ისე მოხდა, რომ გაიარა უბსკრულის პირზე, ეს იყო ალბათ მაინც პირველი გავლა უბსკრულის თავზე.
ან დუგნებავთ სამართებლის პირზე და ეს დაკვეთა ღამის გუშაგი ეს ცნობილი ტილო, რომლის შესახებაც უამრავი ინფორმაცია არსებობს და ამიტომაც ამ ტილოზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. თან ასევე ყველას თავისი ვერსია აქვს, რატომ არის ასე, რატომ არის ისე და ზოგი იმდენად ესეთი დაუჯერებელი ვერსია, რომ გონია რომ უბრალოდ ამ ადამიანებს რაღაც ეზმანათ და მე გადაწყვეტეს, რომ ეს ყველაფერი რემბრანდტმა ასახა ტილოზე. მოკლედ საქმე ის არის, რომ ის ხატავს ისე როგორც ხედავს, მაგრამ ხედავენ კი საკუთარ თავს ისე მისი დამკვეთები და ასე წარმოუდგენიათ თუ არა მათ ისინი როგორც ერთ-ერთი მისი მოსწავლე იგონებდა მოგვიანებით დამკვეთები საკმაოდ ისეთი ზოგი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ზოგი ისეთი შეცვუნებული ჩანდა. ისინი ამბობდნენ, რომ ალბათ ცუდი არ არის ეს ხომ ბოლოს და ბოლოს რემბრანდტია, მაგრამ მის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ შეიცვალა. შეიძლება თავდაპირველად მან მაინც და მაინც ვერ იგრძნო ესე წარჩინებულთა მის მიმართ ცვლილების მიზეზი, მაგრამ საერთოდ ეს ცვლილება შეიძლება მაინც და მაინც თავდაპირველად არ იყო ესეთი შესამჩნევი, მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც ანდრეს დე გროიფმა უარი განაცხადა, რომ გადაეხადა საკუთარი პორტრეტის აფასური რემბრანდტისთვის, ეს ძალიან შესამჩნევი გახდა და თან ანდრეს დე გროიფი არ იყო ხელწამოსაკრავი კაცი, ეს იყო კაცი, რომელიც ყველაფერს წყვეტდა და ყველაფერს განაგებდა. კაცმარცის კერძოდ რა არ მოუვიდა თვალში დე გროიფს, მაგრამ ზოგადად როგორც ჩანს, ეს მისი ახალი ხედვა, სხვანაირი ხედვა არ მოსდიოდა თვალში მაინც და მაინც და როგორც ხედავდა ის უკვე მათ არა ისე როგორც მათ სურდათ, არამედ ცოტა უფრო სხვაგვარად. და ნელ-ნელა ის საზოგადოების ბურჯები მას აღარ უკვეთავენ უკვე პორტრეტებს და თანდათან ქარის სხვა მიმართულებით იწყებს ქროლას, რემბრანდტი თან ვალებში ჩაეფლო, თან შინაც ყველაფერი რიგზე მაინც და მაინც არ იყო. სასკი ავადმყოფობდა, თან სასიკვდილოდ იყო ის დაავადებული უკვე. თან სიკვდილი არ იყო მაინც და მაინც იშვიათი სტუმარი მათ სახლში, მათი პირველი 3 შვილი ჩვილობაშივე გარდაიცვალა და მხოლოდ ერთი ტიტუსი იყო ცოცხალი, თუმცა შედეგი ტიტუს გადაყვა ფაქტურად სასკიას ჯანმრთელობა და 1 წლის შემდეგ ტიტუსის გაჩენიდან ის გარდაიცვალა. 15 ივნის 1952 წლის სახლში გამოიძახეს ნოტარიუსი, სასკიამ დაწერა თავისი ანდერძი და 9 დღის შემდეგ ის გარდაიცვალა. რემბრანდტმა კი გადმოიღო მისი ძველი პორტრეტი, რომლის ხატვასაც მათი ერთობლივი ცხოვრების დასაწყისში შეუდგა და რომელიც არ ჰქონდა დასრულებული და ეს არის სასკიას ერთადერთი პორტრეტი, რომელსაც ღიმილის ნატამალიც კი არ აქვს. აქ ძალიან მარტივი იქნებოდა გვეთქვა, რომ როგორც ითვლება მისი ბიოგრაფების მიერ და ზოგადადაც ძალიან ბევრი მითია მისი ბიოგრაფიის გარშემო და ძალიან მარტივი იქნებოდა გვეთქვა ის, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა ასე, რომ აი სასკიას გარდაცვალების გამო ყველაფერი ისე განვითარდა, მაგრამ ესე არ იყო რეალურად პრობლემა იყო ის, რომ კრიტიკოსები მაშინ უკვე ავანგარდის მხატვარს ვერ ხედავდნენ, ისინი ხედავდნენ ძველმოდურულ მხატვარს, რომელმაც ამოწურა საკუთარი თავი და მიზეზი ამისა იყო ის, რომ უბრალოდ ცხოვრება შეიცვალა და ჰოლანდიაში პირველად შემოვიდა მოდაში ესეთი ნატიფი და ფაქიზი სტილი და თვითონ რემბრანდტის ტილოები ამასობაში უფრო და უფრო ესეთი ირქვეში ხდებოდა და ამასობაში ამსტერდამის განწყობა სულ უფრო და უფრო ლაღი და მხიარული ხდებოდა. ქალაქის დამფუძნებელი მამები და დედები, რომლებიც გამოწყობილნი იყვნენ ისეთი მკაცრ სამოში, არანაკლებ მკაცრი ფერის საში, უკვე შეცვალეს მათმა შვილებმა, რომლებიც იყვნენ ესეთ ხასხასა ფერებში გამოწყობილი ფრანტები, ძალიან ბევრი მათგანი საზღვარი გარეთ მიიღო, ძალიან ბევრი მათგანმა განათლება და ისინი უკვე არანაირად აღარ სურდათ ესე პირქუშად ცხოვრება და ესე ასკეტურად ცხოვრება, მათ ძალიან სურდათ, რომ ყოფილიყვნენ იტალიელების მსგავსები, მათი ეს რემბრანდტის მუქი ფერები უკვე აღნიშნეთ, რომ თვალში აღარავის აღარ მოსდიოდა და თან ისინი თვლიდნენ, რომ ხელოვნება
უნდა ესე გამოესახა და უნდა განედიდებინა ჰარმონია და სილამაზე და ასულაც არ უნდა ეჩვენებინა რაიმე სიმახინჯა და ნაკლოვანება მე რა რომ ეს ყველაფერი ცხოვრებაში არსებობდა. როგორ განვითარდება მე მოვლენები რემბრანდტის თავს ამის შესახებ მოგვიანებით მომდევნო საათში ვისაუბროთ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რემბრანდტის შესახებ და უკვე ისე ხდება რომ მისი ცხოვრება თავქვე წავიდა და არა მართლაც მხოლოდ იმის გამო რომ მას საყვარელი ქალი გარდაეცვალა, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში კიდევ იყო ორი ქალი და რომელიც აშკარად არ იყო ის მათ მიმართ გულგრილი და ერთ-ერთი მათგანის შესახებ ჰერტის შესახებ ძალიან ცუდი ცნობებია ყველგან და ამ დროს აშკარად არ იყო მე მგონი ის ქალბატონი ესეთი ცუდიც როგორც სურთ რომ ის დასახონ და ასახონ და რემბრანდტმა მას სასკიას სამგაულებიც გეჩუქა და სასკიას ოჯახი ამის გამო ძალიან უკმაყოფილო იყო. ის იყო მისი ვაჟის გადია და დაახლოებით 6 წლის მანძილზე კონდეთ მათ სასიყვარულო ურთიერთობა. მან დანაეც კი გადახატა და ჰერტის და სასკიას ნაკვთები აქვს დანაეს და ამბობენ რომ ყოველ შემთხვევაში ერთი მხრივ ამბობენ რომ ეს საკუთარი ნებით გააკეთა და ასე სურდა რომ მისი ორი საყვარელი ქალის ნაკვთები ჰქონოდა დანაეს. მეორე მხრივ კი ამბობენ რომ ჰერტი მაიძულა, იმიტომ რომ ძალიან გაცეცხლდა როცა დაინახა რომ თითქოს და ის საყვედურობდა რომ მას გარდაცვლილი სასკია უფრო უყვარდა ვიდრე ცოცხალი ჰერტი. მოკლედ ჰერტი დირქსი კი ძალიან უნდათ რომ დასახონ თითქოს და ის იყო მეორე ქსანტიპა, მაგრამ ამაზე მე მგონი ბევრი დროის მოცდენა არ ღირს და მაშინ სხვა გადაცემა გამოგვივიდოდა და ისევ და ისევ ჩებერო დავუბრუნდეთ თავად რემბრანდტს და მის სტილოებს. დანაეს ძალიან მძიმებედი ერგო 1995 წელს მას ორჯერ ჩასცა დანა ერთ-ერთმა ვიზიტორმა და ასევე შეასხა გოგირდის მჟავად ეს ფაქტიურად ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ურეკავდნენ და ამ ამბავს ატყობინებდნენ ვისაც უნდა სცოდნოდა და ვისაც ეგებოდა რომ ეს ამბავი სცოდნოდა ისინი როგორც იხსენებენ როცა მე ვნახე მათ ინტერვიუებს ისინი ამბობენ რომ ისინი ერთმანეთს ატყობინებდნენ რომ დანაე გარდაიცვალა. იმდენად შოკის მომგვრელი იყო, ამბობენ რომ რესტავრაციის შემდგომ ეს ის დანაე არ არის და აქაც ძალიან იყოფა აზრები და მოსაზრებები. თუმცა საოცრად იყო მისი გადარჩენა იმ მხრივ თუნდაც რომ ისეთი გადარჩენილიყო რაღაც მაინც შემორჩენილიყო, იმიტომ რომ საღამომდე არავინ არ იცოდა დანამდვილებით ის გადარჩებოდა თუ ვერ გადარჩებოდა და საოცრება ის რომ ისინი ესაუბრენ ქიმიკოსებს და როგორც მე თავად იხსენებენ, მე სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა, ვიფიქრე რომ საბჭოთა კავშირის დროს ალბათ არ არსებობდა ესეთი შესაცხურებელი და სანამებლები სათანადო, მაგრამ მე უთოს სანამებლებს გულისხმობ ეს მაინც, იმიტომ რომ უცნაური არის ის დრო და მე მივხვდი რომ ალბათ ეს იყო ყველაზე დამზოგავი მეთოდი. ვერ გეტყვით, იმიტომ უცნაურია რომ ეს ადამიანები პირში იგუბებდნენ წყალს და აი ესე ჩამორეცხეს ეს სტილო ამ მეთოდით, ხო ნინა ძალიან უცნაურია. მაგრამ ალბათ როგორც ჩანს ვერანაირი სანამებელი ვერ იქნებოდა იმ დროისთვის ალბათ ესეთი ფაქიზი ან არც საბჭოთა კავშირს თავის მოსაზრებები ჰქონდა და არ ჰქონდათ ალბათ სათანადო ტექნიკა რა გითხრათ ამაზე გაჭირდება მსჯელობა. აჭირება თვითონ რემბრანდტის ცხოვრების სხვა ქალებს ეს 6 წლიანი ურთიერთობა მათი დასრულდა, იმიტომ რომ ჰენდრიკ ესტოფელსი ჯარისკაცის ქალიშვილი გამოჩნდა რემბრანდტის სახლში და ისე მოხდა რომ უკვე ამჯერად მასთან გააბა უფრო ახალგაზრდა და უფრო ლამაზ ქალთან გააბა მან რომანი. ერთნი ასე ამბობენ, მეორე ნიკი ამბობენ რომ ჰერტი იყო ავი ანჩხლი და მოკლედელი ამბები იყო, თან ძალიან მოითხოვდა რომ მასზე დაქორწინებულიყო რემბრანდტი. მე წარმომდგენია რამდენ მამაკაც გაუხარდა ახლა რომ ქალებს მხოლოდ ეს აინტერესებთ რომ მათზე დაქორწინდებიან თუ არა. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის მდგომარეობა რომ ართვის ეს ასე ამოვნო მდგომარეობაში იყო თავად ჰერტი და არც ჰენდრიკი, იმიტომ რომ მათ ალბათ ისეთ საზოგადოებაში როგორიც სურდათ რომ მიღებული ყოფილიყვნენ არავინ არ მიიღებდა და მოკლედ ძალიან მარტივია ხოლმე ეს მამაკაცების გადმოსახედიდან რაღაცებზე მსჯელობა და კაცმა რო თქვას საკითხავია კიდეც
ისე რომ ყოფილიყო მდგომარეობა 21 საუკუნეში რომ განვითარებულიყო მოვლენები ეკნებოდათ თუ არა ჰერტის და ჰენდრიკეს მასზე დაქორწინების სურვილი და იქნებოდა თუ არა ეს რელევანტური. თუმცა ჰენდრიკეს როგორც ჩანს მაინც და მაინც ისე კაცრად არც ერთხელ არ მოუთხოვია ქორწინება, თუმცა სურვილი თავისთავად ხათი ეკნებოდა, იმიტომ რომ ის განკვეთეს ეკლესიიდან, იმის გამო რომ ეკლესია თვლიდა რომ ეს იყო მრუშობის აქტი იყო და რომ ისაც უკვე ბავშვსელოდებოდა რემბრანდტისგან მერე ქალიშვილი კორნელია შეეძინათ, მაშინ ისინი დაიბარეს, ესე განიხილეს მათი ამბავი და მოკლედ სასულიერო პირები არასდროს არ ზარდებოდნენ სხვის ცხოვრებაში ჩარევას და ამჯერადაც ესე მოხდა, თუმცა ისინი არასოდეს არ დაქორწინებულან და მთავარი მიზეზი არის ის, რომ სასკიას ანდერჩი იყო ჩადებული ეს მუხლი, რომ თუ კი რემბრანდტი ხელახლა დაქორწინდებოდა მას მაშინ აღარ მოახერხებდა სასკიას მიერ დატოვებული ქონებით სარგებლობას და როგორც ჩანს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს როცა უკვე თავქვე მიედინებოდა და მიდიოდა რემბრანდტის ცხოვრება. ის სავსე იყო ვალებით და მარტივად შეიძლება ამ ყველაფერს ეს ამბები გაიგო, როცა გაითვალისწინებ იმას, რომ ის ბანკროტად გამოაცხადეს ერთ დღესაც და 2 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი მას გააჩნდა, გაიყიდა აუქციონზე და დაწყებული სახლის ჩვეულებრივი ჯამჭურჭელიდან დამთავრებული მისი ფეშენებელური სახლით, ფეშენებელურ ქუჩაზე. და ეს ყველაფერი შემოსავალი ამ აუქციონიდან, რაც კი რამე შემოსავალი იყო, რემბრანდტის კრედიტორებს მისცეს და თითქოს და მისი ყოფილი ცხოვრებაც ესე უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ თუ როგორი ამბები ხდებოდა მის თავს, ის მაინც საკმაოდ კარგად ეჭირა თავი, ფაქტურად ისე სტოიკურად ეჭირა თავი. ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მობიერად მოექცნენ მაინც ქალაქის ხელისუფალნი მას, იმიტომ რომ იმ პერიოდის კანონების და მიხედვით ადამიანი, რომელსაც ესე ბანკროტად გამოაცხადებდნენ და რომელიც ცხოვრობდა არა თავისი ხარჯების და შესაბამისად, არა თავისი ჯიბის და შესაბამისად, ის მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმიათ და მისთვის არ ჩამოერთმიათ არც მოქალაქეობა და არც მხატვართა გილდიის წევრობა. და აი მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას მაინც ჰქონდა კიდევ შანსი იმისა, რომ დაბრუნებულიყო და თანაც დაბრუნებულიყო საკმაოდ ისე ტრიუმფით დაბრუნებულიყო. და ქალაქში ახშენდა ახალი შენობა მუნიციპალიტეტისა, რომლის შემკობა საუკეთესო მხატვრებს დაევალათ და მათ შორის იყო რემბრანდტიც. თუმცა თავიდანვე არ იყო ის ამ სიაში შეტანილი, ძალიან ისე განვითარდა მოვლენები, რომ მის ერთ-ერთ მოსწავლეს დაევალა, რომ შეემკო ეს ქალაქის რატუშა და მოხდა ისე, რომ მხატვარი ჰოვარდ ფლიკი, რომელსაც ეს დაევალა, მოულოდნელად გარდაიცვალა და მან ვერ მოასწრო ამ ყველაფრის განხორციელება და აი დაახლოებით ისე შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია, რომ ვიღაცამ ამ დროს გაბედა და რემბრანდტის სახელი ახსენა და თავდაპირველად ეს ალბათ დუმილით შეხვდა საზოგადოება ამ ყველაფერს და მერე ვიღაცამ თქვა, რომ რა უჭირს ის ოდესღაც ის ხომ მუშაობდა დაკვეთებზე და მით უმეტეს ახლა გასაჭირშია, ხელმოკლედ არის და საკმაოდ დამყოლიც იქნებაო. კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ რემბრანდტი იწყებს მუშაობას, ემზადება სამუშაოსთვის, ამ ტილოზე სამუშაოდ ემზადება და ეს შედეგი იყო მისი გენიალური წარმოსახვის ტრიუმფი და ამავდროულად მის კატასტროფად იქცა, თუმცა იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანები ვერ მიხვდნენ იმას, რამდენად ეს კლაუდიუს სივილისის შეთქმულება რამდენად არაჩვეულებრივ მეტად კარგი იყო და ალბათ ამიტომაც ვერ მიხვდნენ. ეს ნამუშევარი უგულებელყვეს დაწყევლეს. 1-2 ფურთხით არ დაინანეს და ამასთან ერთადაც დაამცირეს და დააკანინეს თავად რემბრანდტიც.
აი და ეს რაღაც სუსტი იმედი კონდა რემბრანდს რომ თუ კი ამ ტილოს ესე დაანაკუწებდა იქნებდა ვინმეს შეეძინა კიდეც და ერთადერთი მეხუთე ნაწილი არის გადარჩენილი ცენტრალური ნაწილი ამ ტილოსი და არის განსაცვიფრებელი. ისევ მის ცხოვრების ქალებს თუ დავუბრუნდებით, ჰენდრიკე სტოფელსი ყველანაირად ცდილობდა მას დახმარებოდა, ასევე მისი ვაჟი ტიტუსი ყველანაირად ცდილობდა რომ ის გვერდით ყოფილიყო და სამწუხაროდ ისე განვითარდა მოვლენები რომ რემბრანდს გარდა ამ კლაუდიუს სივილისის კრახის ელოდა ის რომ მან ყველა თავისთვის ძვირფასი ადამიანი თავის ცხოვრების განმავლობაში დაკარგა მას დარჩა მხოლოდ თავისი ქალიშვილი კორნელია, რომელიც ჰენდრიკიესგან შეეძინა, რაც ეხება თავად ჰენდრიკე მისი ცოცხლეშივე გარდაიცვალა და ერთ-ერთი მონაცემის მიხედვით რემბრანდს მოუწია რომ გაეყიდა სასკიას საფლავის ქვა იმისათვის რომ ჰენდრიკე დაესაფლავებინა. ასევე მის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა მისი ვაჟი და თავად რემბრანდი გარდაიცვალა სიღატაკეში და დაასაფლავეს ისე რომ მისი უსახელო საფლავში დაასაფლავეს და ძალიან დიდი დრო დასჭირდა მერე საზოგადოებას დაახლოებით 2 საუკუნე იმისათვის რომ იმხდარიყო ვინ იყო სინამდვილეში ეს მეწისქვილის ბიჭი რემბრანდ ვან რეინი. ჩვენი გაცემა დასრულდა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მადლობას ვუხდი ნინას მეგობრობისთვის, გემშვიდობებით, უსმენეთ რადიო იმედს. კატოს საღამოები რადიო იმედზე.